ნიჯგორი აწყვიტისა და დაბა ასპინძის სასმელი წყლის სისტემის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისათვის სამუშაოები დაბა ასპინძაში მიმდინარეობს. სპეციალისტები ცენტრალურ რეზერვუარამდე მილსადენის გაყვანას ახდენენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ მხოლოდ 3 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დარჩება შესასრულებელი. ნიჯგორისა და აწყვეტის ტრასაზე, ისევე როგორც ასპინძაზე დარჩენილი არის ტოლოში ნიჯგორის მონაკვეთის მშენებლობა, დანარჩენი მაგისტრალი აშენებულია. აქედან გამომდინარე 3 კილომეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი, როგორც ერთი მაგისტრალის, ისე მეორეს, ორივე ერთდროულად მოდის, მოსული არის სოფელ ტოლოში შესახვევამდე. ასპინძის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აზერბაიჯანული კომპანია აზერი ახორციელებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ნიჯგორი აწყვიტა და ასპინძა სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. აღნიშნული სოფლები და დაბა ეგრეთ წოდებული ხანდოს წყლებიდან მომარაგდება, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ დრომდე ასპინძის მოსახლეობას წყალი გრაფიკით 2 საათის განმავლობაში მიეწოდება. ასპინძას მართლა გვიჭირს, წყალი ფაქტიურად არ აქვს. ერთადერთი ახლა დილით როცა მოდის, ბაბათია და რა მოაქვს, ხახრეში სილა და ბავშვს თუ არ გადაუდუღე, სასწაულები ხდება. თუ მოვიდა, ეხლა მოიხსნება პრობლემა და კაი, ხო, წყალი არ არის, ამღრეულია, ვერ არის გაკეთებული არაფერი, არც ის ნოა. დაჟე არ შეიძლება და. ეხლა მოხავთ და იქნება სექტემბერში თუ ოქტომბერში უნდა დამთავრდეს და თუ იქნა ეხლა, ეგ პრობლემა მოიხსნება. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია აზერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად წყლის სისტემის მშენებლობა აპრილის თვეში უნდა დამთავრებულიყო. კომპანიამ შიდა პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დაასრულა და ხელშეკრულება ივლისამდე გაგრძელდა. აღნიშნული მშენებლობის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებაც იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის განმარტებით პროექტი თავის დროზე არასწორად იყო შედგენილი. იქ ასპინძაში სხვა პრობლემაცაა წყალთან დაკავშირებით, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არასწორად იყო პროექტი თავის დროზე გათვლილი, როგორც წინა ხელისუფლებას სჯეროდა იყო, რომ თქვა სამჯერ მეტ საქმეს მესამედი თანხით აპირებდა, დაეწყო და მე გზადაგზა რაღაც გამოეწეოდაო, ანუ თუ იმას გულისხმობთ, იქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვძებნოთ შესაბამის გადაჭრა. სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობა გასული წლის ივლისის თვეში დაიწყო. პარალელურად სოფლებში ნიჯგორსა და აწყვიტაში 250 და 300 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარები აშენდა, რომელიც წყალმომარაგებით უშუალოდ ამ სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული პროექტისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1.8 მილიონ ლარი გამოიყო. სასმელი წყლის სისტემის ექსპლუატაცია მიმდინარე წლის ივლისის თვეში მოხდება.